Აბსოლუტურად ღია მესიჯით გამოვიდა დღეს საქართველოში მყოფი Anders Fogh Rasmussen-ი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს არის მთავარი გამოცდა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი დაგეგმილი არჩევნების წინ ასახელებს. საქართველოში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა ეტაპზეა ურთიერთობა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის. Anders Fogh Rasmussen-ი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და ის დღესვე დატოვა. მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტების შეკითხვებს ნატოს გენერალურმა მდივანმა მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ უპასუხა, თუმცა Anders Fogh Rasmussen-მა უპასუხოდ დატოვა კითხვა, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების პროცესებისადმი. ვუყურებთ საქართველოს და ვადევნებთ თვალყურს. ოქტომბრის საპარლამენტო და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის. იმედია, ყველა პოლიტიკური მოთამაშე პასუხისმგებლობას იგრძნობს ამ პროცესში. მომავალი თქვენს ხელშია. არჩევნების შედეგების შესახებ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფრანს პრესის ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილსაც კითხა. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ გარემოში. ქართველი ხალხი არ დაუშვებს არანაირ ესკალაციას, ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. ქართველმა ხალხს წამს სისტემის. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად დამკვირვებლების და გამჭირვალეობის პირობებში. რა თქმა უნდა, ყოველთვის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა დონის რადიკალები, მათ შორის ყოველთვის იყო გარედან ჩარევის ცდელობა, არაფერ ახალს ჩვენ არ ვნახულობთ. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ Anders Fogh Rasmussen-მა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენი კონტინგენტი გახდება ყველაზე დიდი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. დღესვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი პირი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ალიანსი აღიქვამს საქართველოს როგორც უაღრესად მნიშვნელოვან პარტნიორს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამერწმუნეთ არც ერთი ნატოს გენერალური მდივანი დიპლომატიური კორპუსის თავმჯდომარეობაზე არ გამოვიდოდა. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეოთხედ იმყოფებოდა.